ხუტო უყურეთ ჯუნჯურო ჭიჭი ხუტო ხუტო დილამ შვიდობის ძვირფასებო როგორ ახართ ესი მომწონს როგორ ახართ როგორ გიკითხოთ ჩემი დავანილი და შეღებილი თმა ესი არის აფუებული აი ეს ოღონდეს დავარცხნილი რო არ დავარცხნი სულ აი ესე მაქვს თუ არ დავარცხ აი ეს კულულებით სხვათა შორის ეს კრემი ჩემს მკიტოსაც ძალიან მოსწონს და მე მგონი ჩემზე მეტად იმასა აქვს გამოყენებული რამდენი ხანია ეხა არაფერი არ გამომიყენებია საერთოდ მზისგან დამცავს ვიყენებდი სულ იცით ტემუსას ოღონდ ხო და ეგეც დამიმთავრდა თითქოს და აქ რაღაც გამონაყარებით ეხა შევამჩნიე თითებით ესეც ასე გორეაუში სკოლაში და მაგის მერე ესე დავბოდიალებ ჩემთვის გოდერო ადგა ის ლეიბი გავიტანე ბალიშები ჩემი მუხასი გოდეს ჯერ ესენი წვანანე ხარის აი 11 დაიწყო ხო და იმდენად მზიანი ამინდი იყო გავიტანე თუ არა ეგრევე მოიღრუბლა და ჯერ მზე არ გამოსულა ეს ახახანს ფაბერლიკისა თამუსგან ვიყიდე მე მგონი რვალარად სუსტად არ მახსოვს ორი თვე იქნება უკეთესად არ ვიცი ხალხ ვერ იკეთებ ტელეფონში
სარგესთან კი. ფანქარი მინდოდა, მაგრამ ეს არის გაიყოსა. მოკლედ ესე დავაყენოთ. იქ დავაყენო კამერა. წიწამი. კარგი, მოკლედ ხელებიც დავიბანე. ეხა გავაკეთებ. უნდა მე ფარდავ. ესეც ასე. ეს წესი. ესენი უნდა წავიყვანო ქალაქში. ეხლა ცოტა გავაკეთებ მინჯი, იმიტომ რომ ვერ გამოვთვალე რამდენი ვფიქრობ, რომ ხელი თაფა გავაკეთებ, იმდენი ცოტა ხანში ხო არის, მაგალითად გაზზე ისე ცეცხლის გარეშე. მერე უკვე ძალიან გომილით არის. ცოტას ჩავყავ. გავიხსენე ეს რამ ცოტა კი მეჩვენება ეხლა, მაგრამ მე რო ვამატებ და რაღაც ზრდზეს მაგალითად, ის არ მოსწონთ მერე ჩემებს. ხო და აქედან გამომდინარე ქევაინც მასაუქნო. Kurkamak sapideli. Avem surva. Aniko deidastan vtsdilo. როგორც გამოთვლილი მაქვს, ისე ვიმოქმედო. აბა განახოთ ამ ქვეში თუ გამოვივა. იმიტომ რომ მხოლოდ ხელი ვიყავი, მაგის მერე არ მივსურდა. ოი, აქ არასდროს არ არის. ამას უკვე დაეწყო ფერის გადასვლა. ასეთი არ ქონდა, ძალიან მინდოდა მორთულეები მემგვიტყვილად გავიტანე. ეხლა მე რომ აქეთ შემოვიტანო ისეთი მზე გამოვა, რომ აი არ ვიცი.
რავი დღეს კაი ამინდიავით რა მოხამდა მომარტყვა ძალიან მოხრობლულია არ ვიცი ეგრასის ამს მოკლედ გუშინ შევწდიმე და საღამოს მივირთვი ღომი და იტნიანი ყველი 60 კილო რო ვიყავი 62 ვარ ეხლა ეს დილი მოკლედ 61 და 800 რა გაყო იმამდე ოღონდ ანსაცმლით ხოდა ჩემი ლიმონი ეს მექნება კოქტეილის დღე რომ ის 2 კილო მოვიშორო წამებში არა მთელი დღე უნდა ის 2 კილო მოვიშორო მთელი დღე უნდა ვიწამო რომ კაი რაღაცას ვაკეთებ სადღაც დავწერე Facebook-ზე მე კომენტარებში ვიღაცა წერდა ანუ მთელი დღე ვიშიმშილებ თუ რაღაც და დავწერე ეს რეცეპტი თუ გამოადგებოდა ვისაც არ უყვარს ლოდინი ჩემსავით და ყველაფერი წამებში უნდა ზუსტად იმისთვის არის ეგ ჩემი თაფლით დაშაქრდა ეს დარჩა ზედა ნაწილი რომელიც არ იყო დაშაქრული ქვემოთ სულ დაიშაქრა ნაწილიც დავამთავრე ეს არის ბოლო ზოგჯერ ერთ ლიმონს რო ვაკეთებ დიდი ლიმონი რომ არის აი აქამდე არის წვენი თუმცა ესეც ყოფნის პატარა რომც იყოს ერთი უნდა იყოს და ყოფნის
მთელი დღე ამით უნდა ვიყო. სხვა არაფერი. თუ მინდა კარგი შედეგი და ანუ 2 კილო თუ მინდა მინუს გინდ კილო 800 რა ვიცი. მოძრაობა აუცილებელი პირობა. თუ ზუსტად 2 კილო გინდა. თუმცა ერთ დღეს გავაკეთე, არ გადამიღია ვიდეო კონცერტის დღეს. გოდეს კონცერტის დღეს გადავიღე და აწონილი ვიყავი. დილით ავიწონე. დავიწყე ეს. ოღონდ ერთი ნაყინი შევჭამე მაშინ. ხო და იმ დღეს მარტო დავიკელი კილო და კილო კი არა და 2 და 400. რაც არასოდეს არ მქონია მსგავსი შემთხვევა. არასოდეს და არ ვიცი ვინმეს გქონდა. ასე რომ ცუდი არ არის, უბრალოდ ძალიან დიდი ის უნდა ნების ყოფა. აბა ადვილად არაფერი არ მოდის ცხოვრებაში, ჩემთან მაგალითად არ მოსულა არაფერი ადვილად. ხო და როცა მე იმის არ მაქვს, რომ რამე ჯანსაღს მივყვები, ვერჩევი ამას გავაკეთებ შუალედებში და რაც იქნება, ის იქნება რა. კარგი. ბრინჯი ჩავყარეთ. ეს ეხლა ჯერ კარგად უნდა გაიხსნას. ყავა ნახეთ. ეს ყურეთ. ეს უნდა გაიხსნას კარგად და 6 საათამდე ან 7-მდე. დღეს მე ცოტა აქტიურობა მაინც მიწევს. ხო და აქედან გამომდინარე ლიმონი უნდა ვიყიდო. დღეს ლიმონი მინდა. სამი ცალი მაქვს. მაწოლი აღარ მაქვს. ლიმონი მაქვს 3 ცალი. ხო და ლიმონი უნდა ვიყიდო. ლიმონი და მაწოლი. ხვარ არ მჭირდება. მაწოლი არ მჭირდება ხვარ. ყოველ მეორე დღეს უნდა გავაკეთებ, თუ გააკეთებს ვინმე. ვისაც კუჭის პრობლემები აქვს, ვისაც დიაბეტი აქვს, მაგათთვის ეს არ შეიძლება. ამით დავიკელი მე მაშინ 53 კილომდე. რო გახსოვთ თქვენ, კი რა თქმა უნდა მე მოვიმატე, მაგრამ ამით დავიკელი. თამთას ბაიასთან გადავიდე ვიდეო და დავუთავ. იყოს ესა. ჩემთვის გამოვიტანოთ დღეს.
რა თქმა უნდა, უშაქრო, ყავა, ჩაი, წყალი, ბევრი შეიძლება. ეს დავუხსოთ. და შემოკარიგებო, ჯერ წყალს დავლებ, მერე ყავას დავლებ, მე იმას მივით, ხის მანძილზე გადავანაწილებ როგორმე. დღეს არ ვიცი იქნება თუ არა ის კაცი კინბოქსზე, მერე ეხა ჩემრებების გამოტანა მინდოდა, მაგრამ ესეთ ამინდში აზრი არა. ისედაც ხედავთ აქ ეხა შუქი რო არ გქონდეს ანთებული, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა, მოსივნელი იქნებოდა უფრო. ამიტომ დღეს არ გავიტან. იმასაც შიგნით შევათრევ ცოტა ხანში. ცეკვაზე უნდა წავიდეთ 2-ისთვის. მაგ დღესთვის შიგნით შევიდა. ხოდა რომ წვიმა წამოვიდეს და რაღაცა რო არ იქნები სახლში, რა ვქნა დასრულდება. ამიტომ არ გავიტან დღეს არაფერს. იმდენი ესერეცხები დავყარე. ესე იგი რაღაც საუბარში მოვყევით და თეთრეულებთან დაკავშირებით არ მახსოვს რას მოვყევით. ხოლო ჩემზე დამთროზე ვუყურები, რომ სადღაც 11 ხელი მაინც მაქვს მეთქი თეთრეული და მხარი ძიჭდა და ადგა და წავიდა საწოლით ახისკენ, მაგრამ არ მივიქცევია ყურადღება ეხლა. ხოდა რომ მოვიდა იცინის და მეგონაო შენო ეხა უბრალოდ შენს დედამთილთანო თავს იქებდიო, წარმოიდგინეო და წავედიო და 11 კი არა, 13 გქონიაო და დამალული გაქო კიდე რამეო. სულ რო ვყიდულობ, არის დამალული კი, იმიტომ რომ დამალულში რას გულისხმობ, 2 მაქვს ჟატი და ეს არის გოდეზე უფროსი, ეს ჟატები. დედა ჩემმა მომიტანა დაბადების დღეზე 2 ხელი, 2 წყვილი. შენი დედავატირე, სულ ხო ეგრე მემართება, აი ბავშვებს გეფიცები, ჩემი ჯინის ჭირს, აი იცის რომ ვერ ვიტან, მე ისე ვერ დავლებ. ის რო არ გადავწმინდო, მაგის გარეშე ვერ დავლებ და აი ნახეთ ეხა რას მიშვრება. ხო ხედავთ ეხა რას მიშვრება. თაფიანის წავიღო, გუშინ გადავწმინდე და ხო იცით, არ მიყიდია სითხე, არაფერი. არ მიყიდია, იმას ვიყენებ, რა ქვია მაგას. ჰუი, ხო გითხარით, ძვირფასებო, რო გაჩვენეთ აი მაგას. მინების საწმენს. ძალიან მაგარია, მაგრა წმენს. აი ის კარგი ხარისხი რო არის. კარგი ხარისხი რო არის, ის წმენს კარგად. კიდე გაჩვენებ ხარ დამაცადეთ და მე რომელი რო დაინტერესო, მაინც ახლა იმას ვიზამ, გაჩვენებთ. იმას გადავწმინდ 1 წამი, მე არ მიყვარს იქით ხმება რაღაცა. ჩემი გაზი მიყვარს ძალიან. ვუვლი მართლა და ძალიან კარგია. ანუ არაფერი არ აქვს საერთოდ ზედაპირზე. უბრალოდ რაც არ მოუწონს, აი ესენია. არ ვიცი სადმე თუ იყიდება, რომ შევცვალო უფრო რამე მაგარით, იმიტომ რომ იქ თუ რამეს ვაკეთებ, ცალი ხელით
ქვაბი უნდა ვეჭიროს, რომ ანყარებს რა, აი ეგ, აი ასე, სუთა, მერე ვიცი, ის რა ქვია, მერე ვიცი, კიდე ეხა ფაფას რო აკეთებ, შეიძლება ეგეც გადამივიდეს. რაც მინუსი მაქვს, ეს მჭირს სულ რაღაც გადამდის. ეხა ცოტა შევაგრილო. ჩემი ის მე მგონი არ გაუკეთებია ჩემო ამითებს. ან შეიძლება დაავიწყო და რაც არის ძალიან მინდა ის ვიყიდო ცდი მაინც იმინებს შაქრის შემცვლელს ტაბლეტები ქონდათ თუ რაღაც და მოკლედ მაინც ვცდი იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს შაქრით ყავა. აი ეს ჩანს რომ ეხლა მოკლედ მე ხა გოდეს რა დავახვედრო არ ვიცი სოუსი არ უყვარს კარტოფილი უნდა შევწვა ან ვერცხლი მაგრამ არ მახსოვს ვერცხლი მაქვს თუ არა ვერცხლს რა მალე ვამთავრებ ვერც არ მოიგდა არ მქონია არა მაქვს ძალიან მალევე დავამთავრეთ ჩვენ ვერცხლი მოხაილე უნდა ორი ფლაკონი არ მოვიტანო კი მაგრამ ესენი როცა ბევრი არიან ბევრი ის უყვართ რა ქვია ის ხახვით და იმით ხო და ჯამე და მიდი და არ გავუკეთო მე მოგთხოვს ბავშვი როგორ არ უნდა გავუკეთო ელემენტი მქონია რაღაცის აღარც მახსოვს როდის მოვიტანე ქალაქში მაინც უნდა გავიდე ლიკას დაბადების დღე უწევს 5-ში 3-ში ვისიც უწევს მაგისი ნაყიდი მაქვს ეხლა ლიკასი უნდა მოვიტანო ისევ ნინოს უნდა გამოვართვა ხო და ვიცი ლიკას რაც მოსწონს აქედან გამომდინარე მიხარია როდესაც ვიცი ადამიანს რას მოსწონს და მაგას ყიდულობთ მე და ნათია ამჯერად აიყურეთ ნახეთ აიყურეთ ეს ყოვზობითო თორე აი ახლა ხანსო კონცერტი რო იყო იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი თან ბავშვებს ვაჭმევდი თან რაღაცა და მე ამას ვერ ვუჯდებოდი ყოვზობით პირდაპირ მოყუდებულად სვამდი ხო და ძალიან კარგია უნდა ვიყიდო რამე ჭიქის მსგავსი რაშიც მე ამას ჩავასხა მაგალითად სადმე რომ მომიწევს წასვლა და თან გავიყოლებ ეს უფრო ტკბილია თითქოს და ეს ძალიან ბევრი ლიმონი ძალიან
ყვახეა მერე რა და ჭირს ჭამა. კი რაღამ დავსვარე ახლა ისიც ამ პოსტს წოთებით. კარგი წყალს დავრეთვე და მოვიწყდება. ხმა იყო, რაღაცა ხმა იყო. რა, მართლა ესე იგი გოდი რომ წავიდა მზიანიანინდი იყო. მერე თან არაცვია ისე ძალიან იმად გოდერს სკლად უმკლავოდ უტიჩავაცვი. ქარიც არის უკვე ცოტა. გამოდის. მაგრამ მაინც არ ასანდო. მაინც არ ვენდობი. ერთხელ ხო დამიძახეს წვიმს ყველაფერი შემოუყარე. ანუ ყველაფერი მქონდა გადანილი. 2 ამხელა ლეიბები, 2 საწოლიანები. მერე ცალკე გოდეს ლეიბი. საბნები, ბალიშები, იმის გარდა გარეცხილები რამდენი, შიგნით თუ გარეთ თუ მოკლედ არ მეტეოდა და ყველაფრის შემოყრა რომ მომიწია და აი ამ თოკზე ესე იგი ყველაფერი ერთად რო გადავკიდე. ლეიბები არა, ტანსაცმელების მარტო ლეიბები შემოყარა. 5 წუთი არ იყო გასული და всё, ისევ გამოვიდა, ისევ რას გავიტანდი მე და მესა. არაფერი არ გამიტანდი. ყავის კაბა მაჩუქარუთი რა კარგი. მოკლე კაბა. ძალიან მიხდება. გუშინ თამთასა რო ვიყავი, თამთამაც მითხრა, მაგრამ ლიკა იყო ჩემთან მოსული. ის ყავაც, ანუ მივედი თუ არა 5 წუთში დამირეკა, მუხამ ლიკა არისო მოსულიო და ყავა ქონდა ჩემთვის მოდუღებული, ყავას ისე ვერ დავუტოვებდი. დავლი ყავა. კიდე 5 წუთი დარჩი და წამოვედი. გამოვქანდი თორე და მოვიწყდა რა წამოღება. თამთან მითხრა მეც მაქო ყავის კაბავა და იმასაც მოგწიემო. ხო, თამთა ვინც არიცით, ჩემს ძველ ვიდეოებს ვინც უყურებთ, იქ ნახავთ და გაიცნობთ. დედა რას გავს? ვაიმე და თვისბელი ყავს, მართლა ისეთი საყვარელია ეს პატარა. ირაკლი. ისეთი საყვარელი, რომ აი არ ვიცი. ჩემი შვილებიც იყვნენ ფუმფულები, მაგრამ ის რო არის რაღაცნაირი ფუმფულე, ესეთი არა. კი იყო გოდე, ოღონდ სადღაც წლის და 1 თვის რო იყო. მე მგონი ან 2 თვის, მახსოვს ჯგალში რო ვიყავით, მაშინ 1 თვის ან 2 თვის იქნებოდა გოდე. მეორე ბავშვი რო დავკარგე მე. უცელი რომ მომიშალა მაშინ ესე იყო. კი, წლის და 1 თვის იყო გოდე. ხო და ისე არც მიფიქრე სიმართლე გითხრათ, მაგის მერე ვიქნებოდი თუ არა. მაგრამ მაგის მერეა გიგა. გინგულია დედასი ვაიმე. აი ბავშვი ასე შესციცინებს მასწავლებას, რომ აი რაღაცას კარგს გააკეთებს და შეაქოს.
ესეთი ჯერ არ მინახია. ეხლა რო გააკეთეს, ანუ ყველა შეაფასა და მე ძალიან მომწონს ეგ. არის სწორი, იმიტომ რომ ვინც კარგად აკეთებს, იმასაც мотивация იმის რომ უფრო მეტი და მეტი გააკეთოს, არ დაეკარგოს. არც ერთი მასწავლებელი, აი ცეკვისას ვგულისხმობ მე, არავის შეურაცხყოფას რო ეს შენ არ გამოგივა, რაღაცას არ კადრებს და არ ეუბნება. არც ერთი. მაგრამ ის რომ არ უნდა თქვას ვიღაცა დღეს ძალიან კარგი იყო, მე არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ ბავშვს мотивация ეკარგება. ამიტომ საჭიროა შექებაც კი და სხვათა შორის სკოლაში მაგალითად ჩემთვის როგორ ჭრიდა, ეხლა მე ცეკვაზე არ დავდიოდი და სხვათა შორის თუ არ ვსწავლობდი გაკვეთილს, რა თქმა უნდა შეურაცხყოფებიც ჰქონდა, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე, იმდენად მერე გამოძრავებს, რომ შენს რაღაცნაირად კარგი იყო. მართლა მქონდა ეს მომენტები იმ 5 კლასის ჩათვლით. მაგრამ მერე რო ჩამოვრჩი, აი რაღაცით რო ეს ვერ გავიგე და ასე შემდეგ. ანუ ფესვებზე და რაღაცეებზე რო ვიჭერებოდი და მერე რაც არ ვიცოდი, ჩვეულებრივად ერთხელ რო ჩამორჩები, всё ის მოგდევს და მოგდევს. და აქედან გამომდინარე უფრო მეტად ვცდილობდი, მაგრამ როდესაც მაგალითებში ვიჭედებოდი და ასე შემდეგ, ვცდილობდი მთლად ნული დონე არ ყოფილიყავი, ან 2-3 ვსწავლობდი წესებს, იმ მაგალითებს და წარმოიდგინეთ დაფასთან რომ გავყავდით იმ წესს მე ვიძახი მე-10-მე-11-ს. იმ წესებს იქ ყვებოდი და ის წარმოიდგინეთ ამ სიგრძე მაგალითი რომ დამახსოვრებული გაქვს და იმას რო წერ ღმერთო დიდება. შემამჩნია რა თქმა უნდა მასწავლებელმა, მაგრამ დამიფასა ის მონდომება, იმიტომ რომ მიხვდა რომ მე ბევრი რაღაცა იქ მიჭირდა და ამ ყველაფერს მხოლოდ რომ ვიზებირებდი. მაგრამ ამ ყველაფერს მიფასებდა. ისი არა რომ ეს არაფერია და შენ უბრალოდ ამას ყვები, თორე არ იცი ეგ. ესეც არ იყო სწორი. რასაც ყვებოდი, იმას მიფასებდა. ხო და ეს ცეკვა და კი ის განსხვავდება, მაგრამ ცეკვის მასწავლებლებს გეუბნებით მე, რომ არავინ არავის არასოდეს შეურაცხყოფას არ აყენებს. პირიქით, აი ნახეთ, მე გოდეს რომ ძალით დავათრევდი, მეთქი მართლა ძალით დამყავდა. მე მინდოდა რომ ეცეკვა და სულ ამბობდნენ რა, მიუხედავად იმისა, რომ პირში არავის არ უთქებე, მესმოდა. ისედაც ზურგს უკანაც, პირში ერთხელ მთლად საცოტაობა კი რაც არ იყო სწორი და კი პასუხიც გამიცია, გინდა სხვებისთვის და გინდა ჩემისთვის, ჩემის გამო, სხვების გამო და ჩემის გამო, თორე ჩემი ამიდა ვინმე არ იყო. მაგრამ არც ერთი მასწავლებელი ბავშვს ცეკვის დროს შეურაცხყოფას არ აყენებს. და რატომ იცი ეგ? გოდეს სხვა არაფერი თავიდან, არც დადგომა უნდოდა, არც არაფერი, მაგრამ პირიქით ცდილობდა მასწავლებელი, რომ მოენდომებინა, შეეყარებინა და ეხლა უყვარს, მართლა უყვარს ეხლა. რო ვეტყვი რომ დედიგო შენ თუ არ გინდა და გეზარება, ანუ იქ ძალიან ადვილად რო იხლება და რაღაცა, თუ არ გინდა თქვი და არ გატარებ და გეგაივლეს. არა, უნდა, აი ეს მაინც უნდა. ეხლა არ ვიცი გეგას გამო უნდა თუ რატომ, მაგრამ უნდა და ის გოდეს მინდაც ჩემთვის კარგია. ამიტომ მithვალისწინებ, ძალიან კაი, მიხარია პირიქით რომ უნდა. რო ვეუბნებოდი ჯამბული მასწავლებელს, რომ გამოვარა მე, ანუ თუ არ გამოვიდოდა და რო ეწვალა, თვითონ ის არ მინდოდა, მაგრამ კი, მე ვიცი რომ გამოვიდა კიდევაც. რასაც ვერ აკეთებდა ეხა, ანუ არასწორად რასაც აკეთებდა აი ამას და აი ეს
კაცურად უნდა. ასე ეს ვასწავლე. აცი ამ შეცდომას არ დაუშვებს და სხვა დანარჩენში ცუდი არის. მაგრამ ეხლა რო ვიყავით, რაც გააკეთებინა ყველა ბიჭებს შორის, კარგად გააკეთეს გეგამ და ილია. ხო და გამეხარდა ძალიან, რომ მასწავლებელმა ყველა ბავშვი შეაფასა. ამას არაფერი არის ჯობია. და ყველაზე კარგი არის კიდევ ისიც, რომ ბავშვებს ყველას უხარიათ ცხვრის წარმატება. ამას ბავშვობიდან თუ ისწავლიან, შემდეგშიც ესე იქნებიან და არ იქნებიან შურიანები და გულოღრძო ადამიანები. ანუ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. მე ესე ვფიქრობ. მაგრამ აგერ 51 წუთია, იქ კიდე რამდენი წინ ხმერთო ძალიან დიდი ვიდეო არ მინდოდა. ეს დამილება მომიწევს ჩქარ-ჩქარა. თლე გადავყევი ლაქლაქს. რა გიბლიო დავლიე გუშინ თამთასთან. საერთოდ არ მიზიო უშაფროები. ის კი არა ნალექით წავიღე მეგობრებო. თავს არ ვიკლავ ხალხო. თავს არ ვიკლავ. ეს რა წავირჩიეთ, იცი? ის ყვითელი ის აყვითლებს უფრო კბილებს ხსნადი და ნალექიან მაგი დავირჩი. მოკლედ ეს წავედი. ბედნიერ დღეს გისურვებ, პოზიტიური დღეს, რაღაც ვნახე და ვფიქრობ, ვუყურებ რა არის, ხო სანამ მეგონება გამეხსნება და დავინახავ კარგად იქ რა ხდება. ბედნიერ დღეს გისურვებ, პოზიტიურს და აქ დავირთავ ჩემი და ჩემი ძუნძური ბიჭის ვიდეოს. თამთას ბიჭის.